ახლა კი საქართველოში განვითარებული მოვლენები მთავრობის ხდომაზე დღეს 36 საკითხი განიხილეს, მათ შორის მთავრობამ დაამტკიცა იუსტიციის სამინისტროს საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი ძალიან მნიშვნელოვან თემებზე, თუმცა მინისტრთა კაბინეტში მთავარი თემა დღეს მაინც ის რეზოლუცია იყო, რომელიც ამერიკის სენატმა მიიღო, თუმცა შეფასდა თემაზე შეფასებები მინისტრებმა უკვე გააკეთეს ჟურნალისტებთან. ჩემი კოლეგა ნატა ქაჯაია ისაუბრებს ახლა პირდაპირ ეთერში. ნატა, როგორი არის მთავრობის პოზიცია ამ თემაზე? სენატის მიღებული გადაწყვეტილება არის კარგი დასტური იმის, რომ ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს აღიარებს როგორც პარტნიორად და მზად არის ჩვენი ქვეყნის თავდაცვის უნარიანობა განამტკიცოს. როგორც მთავრობის წევრები ამბობენ, 10 მილიონი დოლარი, რომელიც საქართველოსთან ერთად გამოიყოფა უკრაინისა და მოლდოვისთვის, მიმართული იქნება რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ. ერთად არის დაჯგუფებული ის ქვეყნები, რომლებიც ყველაზე უფრო ყიფე არიან რუსეთთან ურთიერთობის კუთხით და ჩვენი უსაფრთხოების კუთხით, მათი გადმოსახედიდან და ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან კარგი იქნება თუ კი ეს გადაწყვეტილება მიღებული და მე დარწმუნებული ვარ ორპარტიული მხარდაჭერა აქვს ამ გადაწყვეტილებას. თუმცა ხაზი მინდა გაუსვა. ორ მხრივ თანამშრომლობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან ვითარდება სწორედ ამ ფორმატში და არ ჭირდება არანაირი დამატებითი გადაწყვეტილებები. პოლიტიკური მხარდაჭერის თვალსაზრისით საქართველოს ამერიკის შეერთებულ შტატებთან, როგორც თავის ყველაზე მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან თვისობრივად ახალ საფეხურზე აიყვანს თავის თანამშრომლობას. ყველა ძირითადი მიმართულებით, რა თქმა უნდა, ეს ეხება პირველ რიგში უსაფრთხოებას, თავდაცვის უნარიანობის განმტკიცებას, ასევე ეხება სხვა სფეროებს, როგორიც არის მედია კომუნიკაცია, როგორიც არის ეკონომიკა და ასე შემდეგ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უკრაინა, მოლდოვა და საქართველო ერთად იქნებიან აღიარებული როგორც მთავარი მოკავშირეები ამერიკის შეერთებული შტატების. ჩვენი ევროპული პოლიტიკა, ჩვენი ურთიერთობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან წარმართოთ ისე, რომ არანაირი განსაკუთრებული წინააღმდეგობა რუსეთის მხრიდან არ შეგვხვდეს და მე ვფიქრობ, რომ ვისაც შეუძლია დაინახავდა იმას, თუ რაოდენ ფილიგრანულად ჩავატარებთ ჩვენ სამუშაო და როგორ მოვაწერეთ ხელი ასოცირების ხელშეკრულებას ისე, რომ არავითარი, ასე ვთქვათ, წინააღმდეგობა რაიმე ობსტრუქცია მოსკოვის მხრიდან არ ყოფილა. მთავრობის ხდომაზე დაამტკიცეს იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული ცვლილებათა პაკეტი, რომელიც იარაღის შეძენაზე და ტარებაზე კონტროლის გამკაცრებას ეხება. კერძოდ, 23 წლამდე პირს აღარ ექნება უფლება შეიძინოს იარაღი, გამონაკლისი მხოლოდ სანადირო საშუალებებს შეეხება. ასევე შეზღუდვები ვრცელდება ნასამართლეობის მქონე პირებზეც, ანუ მსჯავრდებულებს იარაღის ტარების უფლება აეკრძალებათ, ხოლო უკანონო შეძენა, შენახვა იარაღით 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ყველა ის, ვინც წარსულში ყოფილა მსჯავრდებული მძიმე განსაკუთრებით მძიმე დანაშაულზე, ვერ შეიძენს, შეინახავს ან ატარებს საქართველოში იარაღს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პაკეტი რეფორმებისა, რომელიც ეხება იარაღის წვდომაზე წესების გამკაცრებას, სისხლის სამართლებრივი სანქციების გამკაცრებას და იმის პრევენციას, რომ ჩვენი სიცოცხლე, ჩვენი ჯანმრთელობა და საკუთრება იყოს უკეთესად დაცული. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ განცხადება გააკეთა დიდ ბრიტანეთში ჩატარებულ რეფერენდუმზე, სადაც მოსახლეობის უმეტესობამ მხარი დაუჭირა შოტლანდიის გაერთიანებულ სამეფოს შემადგენლობაში ყოფნას, როგორც დავით ზალკალიანი აცხადებს, ეს არის კარგი სიგნალი სეპარატისტებისთვის, სადაც საქართველოს აქვს 2 ოკუპირებული ტერიტორია. ჯერ დაველოდოთ საბოლოო შედეგს, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ შოტლანდიის მოქალაქეებმა გამოხატეს თავისი დამოკიდებულება მნიშვნელოვანი პრინციპისადმი, რასაც ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა ჰქვია. მთავრობის ხდომას ესწრებოდა დედაქალაქის მერი დავით ნარმანია, რომელმაც დასამტკიცებლად ხდომაზე გამოიტანა 2 პროექტი, ერთი შეეხებოდა ოლიმპიური სოფლის მოწყობას, მეორე კი მიუსაფართა თავშესაფრის გახსნას. სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე წყალმომარაგებასთან და კანალიზაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე ჩვენ უნდა გამოვაცხადოთ ტენდერი, რაც არ იყო გათვალისწინებული წინა მთავრობის პირობებში თბილისის მერიის ბიუჯეტში. ჩვენ ბიუჯეტის ცვლილებით ავსახეთ 10 მილიონი ლარი და შესაბამისად გამოცხადდება ტენდერი. ვითხოვეთ საქართველოს მთავრობისგან გამარტივებული ელექტრონულ ტენდერზე თანხმობა. ინფრასტრუქტურის სამინისტროდან გადმოვიბარეთ მიუსაფართა თავშესაფრის მშენებლობის პროექტი. ვინაიდან თვითმმართველობის ახალი კოდექსით ეს მუნიციპალიტეტის
უფლებამოსილება გახდა. ახლა უკვე ჩვენ უნდა ვმართოთ აქედან გამომდინარე საპროექტო სამუშაოები, რომელიც სამინისტრომ შეასრულა, ჩვენ გადმოგვეცა გასულ კვირას და შესაბამისად ჩვენ გამოვაცხადებთ გამარტივებული ელექტრონულ ტენდერს მშენებლობაზე, რომ სწრაფად დავიწყოთ ახალი თავშესაფრის მშენებლობის საკითხი. მთავრობის ხდომა სახელმწიფო კანცელარიაში მიმდინარეობდა 4 საათის განმავლობაში. მინისტრთა კაბინეტის წევრებმა დღეს 36 საკითხი განიხილეს. მთავრობის ხდომა და